ირანის სპარსეთის ყურეში მდებარე შეერთებული შტატების სამხედრო ობიექტებს ბომბავს ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ცნობით. თეირანის სამიზნეებია ბაზები კატარში, ქუვეითში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, იორდანიასა და ერაყში. ცნობილია პირველი მსხვერპლის შესახებ აბუ-დაბიში საცხოვრებელ შენობაზე რაკეტის ნამსხვრევის დაცემას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. საამიროებმა იერიში დაგმეს და თეირანი მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილეს. საუდის არაბეთი კი მზადყოფნას გამოთქვამს ირანის წინააღმდეგ ნებისმიერ ზომას დაუჭიროს მხარი. პარალელურად ისრაელის თავდაცვის ძალები დასავლეთ ირანზე საჰაერო იერიშებს აგრძელებენ. განადგურებულია ასობით სამხედრო სამიზნე ქალაქ ხომეინში ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა ირანული ბალისტიკური რაკეტების გამშვები კომპლექსები დაბომბეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეირანში დარტყმები უშუალოდ მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის აიათოლა ხამენეისა და პრეზიდენტ ფეზეშქიანის წინააღმდეგ იყო მიმართული. პარალელურად ისრაელის საჰაერო ძალები ირანიდან გაშვებული რაკეტების ჩამოგდებაზე მუშაობენ. ქვეყანაში პერიოდულად საჰაერო განგაშის ხმა ისმის მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ. თეა თეთრაშვილი გვერდება ისრაელიდან ბოლო ცნობებით. დიახ ლუკა, ჩვენ სულ რამდენიმე წუთის წინ ამოვედით თავშესაფარიდან, ვინაიდან დაახლოებით 10 წუთის წინ იყო ძლიერი შეტევა ისევ ისრაელის ცენტრალურ რეგიონში, ფაქტობრივად ყველგან იყო ჩართული განგაშის სირენები, ასევე ცხადია იყო განგაშის სირენები ჩართული იერუსალიმში და ისმოდა ძლიერი აფეთქებების ხმა. ცხადია, რომ სამოქალაქო თავდაცვის მეთაურობამ ისევ გაავიცალა გაფრთხილება, რომ ვიდრე არ მივიღებთ შეტყობინებას, რომ გვაქვს უფლება დავტოვოთ თავშესაფარი, არ უნდა ამოვიდეს მოსახლეობა თავშესაფარიდან, არ გამოვიდეს დასული ოთახებიდან, რომლებიც შენობებში მდებარეობ. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ ისრაელის ავიაციამ და შეერთებული შტატების შეერაღებულმა ძალებმა მიიტანეს ძლიერი იერიშები რამდენიმე სამხედრო ობიექტზე, ასევე სახელმწიფო მედიის შენობაზე და ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ განხორციელდა ძლიერი კიბერშეტევა ირანის საკომუნიკაციო სისტემებზე და შესაბამისად შიდა საკომუნიკაციო სისტემები დროებით გათიშულია. ეს არის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი შეტევა, რომელიც განხორციელდა კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით და როგორც ცნობილია, ახლა ირანის შეერაღებული ძალები არიან კომუნიკაციის სახსრების გარეშე დარჩენილი. ასევე ვრცელდება ძალიან მნიშვნელოვანი მითითება ისრაელის მოქალაქეებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის გარეთ, საზღვარგარეთ, იქამდე ვიდრე საევაკუაციო რეისები დაინიშნება, მათ ეკრძალებათ, რომ გაავრცელონ ვიდეო ან ფოტომასალა სოციალურ ქსელებში, რომლებიც მიუთითებს მათ ადგილსამყოფელზე, ვინაიდან მსოფლიოს მთელ ტერიტორიაზე გაზრდილი არის ტერორისტული თავდასხმების საფრთხე. ბოლო ინფორმაციით, აგერ ახლა ავრცელებს საჰალი, 10 წუთის წინ განხორციელებული შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა, ვინაიდან ყველა ჭურვი ჩამოაგდო რკინის გუმბათმა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცნობა, რომელიც საჰალმა გაავრცელა სულ ცოტა ხნის წინ, განადგურებულია ასობით სამხედრო ობიექტი და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის განადგურებული სარაკეტო გამშვები პუნქტები და დანადგარები, საიდანაც ხორციელდება ირანის მხრიდან იერიში ისრაელის ტერიტორიაზე. თუმცა ირანული რაკეტები ჩამოვარდა არაბულ სახელმწიფოებში, მაგალითად სირიაში ჭურვის დაცემის შედეგად 4 ადამიანი არის გარდაცვლილი, ასევე პალესტინის ერთ-ერთ სოფელს დაეცა ჭურვი, ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ, თუმცა ვიცით, რომ დანგრეული არის რამდენიმე შენობა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ახალი აფეთქებების შესახებ იორდანიაში, დუბაიში და ყატარში. შესაბამისად, არაბული სახელმწიფოები უკვე კრავენ ახალ კოალიციას ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან ერთად და ამასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები უმაღლესი სამხედრო და სამთავრობო პირებს შორის. როდის გაიმართება ეს მოლაპარაკება, ბუნებრივია, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სამხედრო ცენზურა მიმდინარე ოპერაციის დროს ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს.